მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელ გაშლაში მოდით ჩვენ გავაკეთოთ 2026 წლის პროგნოზი ვერძების ნიშნისთვის. დაიდება 12 ზოდიაქოს ნიშანზე, დაელოდეთ ამ რამოდენიმე დღის ვადაზე იქნება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. და ვნახოთ რა მიდის თქვენ ცხოვრებიდან, რა შემოდის, შემდეგ უკვე კარიერასა და ფინანსებში და პირად ურთიერთობაში რა გელოდებათ ზოგადად 2026 წელს. ზოგადი ტენდენციები რა იქნება თქვენთვის. დავიწყოთ პირველ რიგში ვნახოთ რა სწავლობთ წარსულში და რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში. ამით დავიწყოთ. ნახეთ როგორი თემა არის, აქ რაღაც საკმაოდ სერიოზული განცდების ხელობა იყო თქვენს ცხოვრებაში, აქამდე 2025 წელს ქონდათ ესეთი მომენტები, რომ ბევრი რაღაც ძალიან მოულოდნელად დასრულდა, ბევრი რაღაც სირთულებით ჰქონდათ, იყო რაღაც ლოდინის მდგომარეობა, ხო? აქ შესაძლოა გიწევდათ, რომ რაღაცაზე ძალიან ბევრი გეფიქრათ, გენერვიულად. არ იყო რაღაც თქვენთვის ადვილი, აქ იყო რაღაც ისე ვთქვათ, რთული სიტუაციები თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება ბევრი რაღაც მოულოდნელადაც დასრულდა თქვენთვის. ეხლა შეიძლება იყოთ რაღაც მოლოდინის ეტაპზე და რაღაც რთული შინაგანი მდგომარეობაც გქონდეთ, რა რაღაცა საკმაოდ რთული იყოს თქვენთვის გადასალახად. თუმცა ამ წლის ენერგიაში ყველაზე მთავარი რაც აქ ამოდის, ეს არის რაღაც ძველი სიტუაციების დასრულება და ასევე უფრო მეტი დამოუკიდებლობა, უფრო მეტი სიმყარე თქვენი პიროვნულ დონეზე. თქვენ აქ მიიღებთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რაც თქვენს ცხოვრებაზე და თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე ძალიან კარგად აისახება, იმიტომ რომ ჩვენ აქ გვყავს ცხრიანი მონეტები და ეს არის ესეთი ენერგია, როცა ადამიანი კმაყოფილია თავისი ფინანსური მდგომარეობით, რაღაც მატერიალური საკითხებით. აქ შემოდის აი უფრო მეტი, ასე ვთქვათ, კმაყოფილება და შინაგანი რაღაც ეს ბალანსი, აი ჰარმონია რა, ესე ვიტყოდი. აი ეს მომენტი მოდის თქვენს ცხოვრებაში უფრო მეტად. მოდით აბა კიდევ დავამატოთ. რას მოგიტანთ 2026 წელი? რას მოგიტანთ 2026 წელი? აი ზუსტად ეს მომენტი არის. გამოხვალთ რაღაც სირთულეებიდან, თქვენ გექნებათ იმის საშუალება, რომ საბოლოოდ შეძლოთ რაღაც რთული მომენტების გადალახვა და ის რომ აი ასე ვთქვათ, დაძლიოთ რაღაც ის სირთულეები და ის წარსული იმედგაცრუება, რაც თქვენ ცხოვრებაში იყო. თუ აქამდე მატერიალურად და შინაგანად რაღაც ეს დამოუკიდებლობა არ გქონდათ და ვიღაცაზე ან რაღაცაზე იყავით მაქსიმალურად დამოკიდებული, თქვენ ეს ენერგია აღარ გექნებათ და აუცილებლად მიდის ეს თქვენი ცხოვრებიდან. აი ეს არის. იპოვით ბევრ რაღაცაში გამოსავალს, რაც თქვენ ახლა რეალურად გაწუხებთ. მოდით ახლა ვნახოთ უკვე ფინანსების კუთხით რა გელოდებათ, ფინანსური თვალსაზრისით რა ელოდებათ ვერძებს, რა იქნება ფინანსების კუთხით. აქ როგორც ჩანს ძალიან ესეთი კარმული მომენტები გაიარეთ და შეიძლება აი 2026 წელსაც იყოს რაღაც ესეთი გამოწვევები, რაღაც კარმა იყოს თქვენთვის, რომ აი როგორ გადალახავთ თქვათ რაღაც სირთულეს, როგორ შეძლებთ, რომ რაღაც დაბრკოლება ვთქვათ, გადაბრკოლებას გაუმკლავდეთ. აქ ფარხმალს ნუ დაყრით, შეიძლება საწყის ეტაპზე რაღაც პატარ-პატარა ბრჭყალებში პრობლემები შეგექმნათ, გამოწვევები, გაჩნიათ თქვენ რას დაარქმევთ ამას და როგორ შეხედავთ. თუმცა აუცილებლად გადაილახება ეს მომენტი და საქმეშიც და ფინანსურადაც ჩანს რაღაც ახალი დასაწყისი, ახალი ენერგიების შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში. მოგიწევთ საკმაოდ ბევრი მუშაობაც, ენერგიის ჩადება რაღაც თემაში, მაგრამ შედეგსაც მიიღებთ. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ძალიან მოულოდნელად გაუმართლოს. აი ესეც შეიძლება იყოს. მოდით აბა ახლა ჩვენი ორაკულიდანაც ვნახოთ, ხო? რას გვეტყვის ორაკული? წლის მთავარი ენერგია და მერე ნახოთ სასიყვარულო მესიჯიც.
აი ნახეთ აქაც ეხლა ცოტა რაღაც ისეთი სასიყვარულო თემა. ვიღაც აქ თქვენ აუცილებლად დაგეხმარებათ, იცოდეთ რომ 2026 წელი იქნება თქვენთვის მატერიალური წარმატების და წინსვლის, აქ ისეთ რაღაც მაგარ რაღაცებს აღმოაჩენთ თქვენს თავში და ზოგადად აი მართლა რავი რაღაც საგან ზურს რო იპოვი რა ადამიანი რაღაც ესეთი მომენტი არის, რაღაც ძალიან კარგი ენერგიები შემოდის. აქ შეიძლება ვიღაც დაგეხმაროთ კიდევაც გვერდში დაგიდგეთ იმისთვის, რომ თქვენი აი ეს ფინანსური ნაკადი გაიზარდოს და აქ არის ადამიანი, რომელიც ძალიან ლოიალური იქნება თქვენს მიმართ, ძალიან გულწრფელი, ესეთი ადამიანი ჩანს, რომელიც მართლა აი თქვენ გულთან ძალიან ახლოს მოვა ეს პიროვნება და აქტუალური იქნება თქვენთვის ამ ადამიანთან ურთიერთობა 2026 წელს. აი ესეთ რაღაცას გვიჩვენებს ჩვენ აქ ტარო. მოდით აბა ვნახოთ ახლა უკვე პირადის კუთხით. მოკლედ პირადთან დაკავშირებით რა იქნება? პირადში აქ იქნება რაღაც დაბალანსება და ახალი შანსი, ახალი გზა, რაც თქვენ ცხოვრებაში შემოდის. აქ შეიძლება იყოს რამოდენიმე ადამიანის ენერგიაც არ გამოვრიცხავ, რამოდენიმე ადამიანი შეიძლება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, უბრალოდ აქ იქნება რაღაც სამართლიანად გადაწყვეტა რა კონკრეტული სიტუაციების თუ ფიქრობთ, რომ რაღაცა უსამართლოდ მიდიოდა და დისბალანსი იყო, აქ აუცილებლად შეიცვლება ეს სიტუაცია და აი გამოხატვა იქნება უფრო მეტად გრძნობების, ემოციების, თუ აქ ვინმე ვთქვათ განშორებაში იყავით ან რაღაც ესეთი რთული მომენტები გქონდათ, ეს წელი უკვე იქნება ურთიერთობის აღდგენის და განახლების თქვენთვის და ის ადამიანი ვთქვათ, ვინც აქამდე ვერ გამოხატავდა ან არ გამოხატავდა თავის ემოციას რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, ეს სიტუაციაც აუცილებლად შეიცვლება და უფრო მეტი გამოხატვა, უფრო მეტი სხვათა შორის რისკიც იქნება ურთიერთობაში. აი თითქოს რაღაცა ამ ადამიანთან თქვენ გადაეშვებით რაღაც ახალ სასიყვარულო ურთიერთობაში და თავგადასავალში, ესე შეიძლება ითქვას, რაღაც ძალიან მაგარი თავგადასავლები გელოდებათ პირადის კუთხით ჩემო ძვირფასებო. მოკლედ ეს არის ვერძებისთვის ზოგადი, ესე ვთქვათ, მოკლე მიმოხილვა და დაელოდეთ დანარჩენებით აუცილებლად დაიდება დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებზე აი ესეთი საინტერესო მიმოხილვა. მოდით მაინც ერთი აბა რჩევაც ვნახოთ თქვენთვის. ზოგადი რჩევა, წლის რჩევა რა იქნება, ხო? აი თავარი მესიჯი რა უნდა იცოდეთ ამ წელს. აუცილებლად სიყვარულით იმოქმედეთ და ნებისმიერ საქმეს, რასაც გააკეთებთ, რასაც მოეკიდებით, ჩადეთ ამ საქმეში სიყვარული, ემოცია, გრძნობა, არაფერი არ გააკეთებთ, არაფერი არ დაიწყოთ ისე, რომ აი გული ჩართეთ რა, აი ესე ვიტყოდი, ვერძებს ზოგადად ცოტა უჭირთ ეს მომენტი და აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ემოციები, იმაში, რაშიც თქვენ გული არ მიგიდით და არ გინდათ, ნუ დაიწყებთ ესეთ თემას, ნუ შეეჭიდებით იმას, რაც თქვენთვის ემოციურად და შინაგანად არ არის ახლო. აი ეს არის თითქოს თქვენთვის ესეთი თავარი მნიშვნელოვანი მესიჯი ჩემო კარგებო. მოკლედ ეს არის, ველოდები თქვენგან კომენტარებს, რამდენად რეზონირდება თქვენთან ეს გაშლა და რამდენად ესე ვთქვათ ხართ რაღაც ამ კონკრეტულ სიტუაციებში, რაც ჩვენ ავხწერეთ. ეს არის და წარმატებებს გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს. და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს თქვენ დროებით, გემშვიდობებით და აუცილებლად დაელოდეთ სხვა ზოდიაქოს ნიშნებზეც ვიდეოებს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში დაიდება. დროებით ჩემო ძვირფასებო.